თუ რომელიმე მანქანაზე ითქმის პატარა და მუშა, ეს პირველ რიგში არის Mazda MX-5, იგივე მიატა. მისი შექმნისას ინსპირაცია მოდიოდა კლასიკური ბრიტანული როდსტერებიდან, თუმცა იაპონურმა ინჟინერიამ მას დაუმატა ის, რაც მათ აკლდათ, საიმედოობა. საბოლოო ჯამში მივიღეთ ავტომობილი, რომელიც იწონიდა დაახლოებით 950 კილოგრამს და ეს წონა გადანაწილებული იყო 50-50-ზე. პატარა, მსუბუქი და იდეალურად დაბალანსებული როდსტერი, რომელმაც ავტომოყვარულებს მართვის ნამდვილი სიხარული დაუბრუნა. ამ ყველაფერს ემატებოდა მისი ვიზუალიც, ამოსაწევი ფარები და მინიმალისტური ინტერიერი მას დღესაც ისეთივე მიმზიდველს ხდის, როგორც გამოსვლის დღეს. თავდაპირველი ვერსია 1.6 ლიტრიანი ძრავით გამოვიდა და შემდგომში 1.8 ლიტრამდე გაზარდეს. შეიძლება ეს ციფრები შთამბეჭდავად არ ჟღერდეს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ისინი საკმარისე მეტს გაძლევდნენ იმისთვის, რომ ყოველი გარბენი ემოციებით სავსე ყოფილიყო. სწორედ ამიტომ ეს პატარა სპორტული ავტომობილი გახდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და საყვარელი მოდელი მთელს მსოფლიოში. წლები გადის, ტექნოლოგიები იცვლება, მაგრამ Mazda MX-5 რჩება სიმბოლოდ იმისა, რომ სიჩქარე ყოველთვის ცხენის ძალებში არ იზომება, ხანდახან ის ემოციებში იმალება.